ის რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი ყოველთვის აუცილებელია, საჭიროა და ძალიან ბევრ რაღაცას უხდება, ამაზე მუდმივად საუბრობთ, ის რომ უნდა ვიმოძრავოთ უფრო მეტი და ყოველდღიურად დავკავდეთ სხვადასხვა აქტივობებით, ამას ექიმებიც კი მოგვიწოდებენ, მაგრამ ახლა რაზე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო. იმაზე რომ 14 წლიანი კვლევა დასრულდა, გარდიანი ავრცელებს აი ამ ინფორმაციას და კვლევის შედეგად კვლევარებმა დადეს ასეთი შედეგი, რომ მცირე გასეირნებაც კი რომელიც შესაძლოა სულ რამდენიმე წუთი გაგრძელდეს, ყოველდღიურად ალცჰაიმერის რისკს ამცირებს. მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ყოველდღიური საირნობა, რომელიც შეიძლება იყოს ღიაცის ქვეშ, ცუდამინჩი, კარგამინჩი არ აქვს მნიშვნელობა და რამდენიმე წუთიანი იყოს, ამცირებს ამ რისკს და უფრო მეტი რომ ვთქვათ, 3000 ნაბიჯი უკვე საკმარისია იმისთვის, რომ აი ეს დასკვნა დადონ მეცნიერებმა. 14 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა კვლევა, როგორც გითხარით, გამოიკვეთა, რომ ადამიანებს, რომლებიც დღეში 3000-დან 5000 ნაბიჯამდე დადიოდნენ, კოგნიტური დაქვეითების საშუალოდ 3 წლით შეფერხება, ხოლო მათ, ვინც დღეში 5000-დან 7000 ნაბიჯამდე დადიოდა, 7 წლით შეფერხება აღენიშნებოდათ. მოვუწოდებთ ალცჰაიმერის დაავადების რისკის ქვეშ მყოფ ხანდაზმულებს გაზარდონ ყოველდღიური აქტივობა. კვლევის ავტორმა განაცხადა ეს დოქტორმა ვაი იუნგ იაუმა. სხვადასხვა ეს უნდა ითქვას, რომ აქ კი არის მოწოდება ხანდაზმული პაციენტების მიმართ, მაგრამ თუ კი ჩვენ აი ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ და ჯანსაღი ცხოვრების წესით ვიცხოვრებთ, შესაძლოა რომ რისკის ქვეშ საერთოდ არ აღმოჩნდეთ, იმიტომ რომ უკვე მკვლევარები ბევრ დასკვნას დებენ იმის შესახებ, რა ამცირებს ალცჰაიმერის განვითარების რისკს. აღნიშნული დაავადება მსოფლიოში დაახლოებით 50 მილიონ ადამიანს აწუხებს და დაავადება დაკავშირებულია ტვინში ცილების ორი ტოქსიკური ფორმის, ბეტა ამილოიდური და ტაუ ცილის დაგროვებასთან. მეცნიერებმა 50-დან 90 წლამდე ასაკის 296 ადამიანის მონაცემები გაანალიზეს, რაც მოიცავდა კოგნიტური ფუნქციის ყოველწლიურ შეფასებას, კერძოდ ნაბიჯების დაცვას, პედომეტრების გამოყენებით და მოხალისეთა ტვინში მავნე ცილების დონის გაზომვას. გამოიკვეთა, რომ ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკის მქონე პაციენტებში ყოველდღიურმა საირნობამ მავნე ცილების დაგროვებას შეუშალა ხელი. ასე რომ მოძრაობა და მოძრაობა. ძალიან საინტერესო კვლევა, მადლობა ნუცა ამ ინფორმაციის გაზიარებისთვის და მეც ერთ-ერთი კვლევის შედეგები მინდა გავუზიარო ჩვენს ტელემაყურებელს, შენი საუბრე ალცჰაიმერზე, მე კი მინდა გესაუბრო დემენციისაგან როგორ დავიწყვიოთ თავი. ამაზე ძალიან საინტერესო კვლევა ჩატარდა და ძალიან დიდ როლს თამაშობს თურმე მუსიკის მოსმენა. ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხანდაზმულ ასაკში მუსიკის აქტიურად მოსმენამ შეიძლება დემენციის რისკი თითქმის 40%-ით შეამციროს. მათ ეს დასკვნა 70 ან მეტი წლის 10893 ავსტრალიელის მონაცემების ანალიზის შედეგად გამოიტანეს. კვლევაში ჩაბმის პერიოდში დემენციის დიაგნოზი არც ერთ მონაწილეს არ ჰქონია, მათ მუსიკის მოსმენასთან და რაიმე ინსტრუმენტზე დაკვრასთან დაკავშირებული კითხვები დაუსვეს. ვინც მუსიკას ყოველთვის უსმენ და მომდევნო 3 წელში დემენციის ჩამოყალიბების 99%-ით ნაკლები რისკი ჰქონდა, ხოლო ის მონაწილეები, ვინც მუსიკალურ ინსტრუმენტებზე უკრავდნენ, მათ შემთხვევაში ეს რისკი 35%-ით შემცირდა და საინტერესოა ის კვლევა, რომელიც ამბობს იმ ადამიანების ნიშნულს და გვეუბნება, ვინც უკრავს და ვინც მუსიკას უსმენს, იმათ შემთხვევაში ეს რისკი 33%-მდე იყო შემცირებული. გუნდში ამბობენ, რომ მუსიკის მოსმენა ტვინის ბევრ რეგიონს აქტიურებს, რაც ერთგვარი კოგნიტური სტიმულაცია და სწორედ ამის ხარჯზე არის, რომ ასეთი მუსიკის მოსმენა, ინსტრუმენტზე დაკვრა ამცირებს აი ასეთ რისკებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ თან თუ გავისეირნებთ და თან თუ მუსიკას მომუსმენთ. ხო, ღირით ნობიაროთ, იმიტომ რაღაცნაირად, უფრო ცხადი რო გახდეს, მე მაგალითად ხშირად მერეოდა ხოლმე ალცჰაიმერი და დემენცია და უფრო ცხადი რო გახდეს ჩვენი მაყურებლისთვის, ვისაც ახლა ის კითხვები აქვს, რაც მე მაწუხებდა ხოლმე, დემენცია გარკვეულწილად შეიძლება რაღაცა ქოლგა ტერმინად ჩაითვალოს, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში დემენციით დაავადებულებს აწუხებთ ხოლმე ალცჰაიმერს, ეს რაღაცა ბევრი დაავადების და ბევრი სიმპტომის კრებული არის და შესაბამისად თუ კი ალცჰაიმერი თავს უბრალოდ სეირნობით თავს დავიწყოთ ალცჰაიმერისგან, ნიშნავს რომ შესაძლოა დემენციაც რაღაც გარკვეულწილად შევაფერხოთ და სეირნობისას კარგი მუსიკის მოსმენას მართლაც რაჯობია. მაგრამ პრობლემა ალბათ ის არის, რომ ამაზე ადამიანები არ ვფიქრობთ ხოლმე იმ ასაკში, როცა უნდა ვიფიქროთ და როგორც წესი შემდგომ მოგვიანებით გვახსენდება ხოლმე, რომ ნეტა მესეირნა, ნეტა მუსიკისთვის მომესმენ და კიდევ ერთი კვლევა მახსენდება, რამდენიმე თვის წინ დაიდო სხვათა შორის ბაბი, რამდენად კარგად მოქმედებს არაერთი კვლევა ყოფილა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ შემთხვევაში ალცჰაიმერზე მოგვს საუბარი, ხანდაზმული ადამიანებისთვის რამდენად ეფექტური და კარგი არის მცირეწლოვან ბავშვებთან კონტაქტი. ურთიერთობა კი ბატონო. და ურთიერთობა და ეს უკვე იმის ნაწილია, რომ ბავშვები გავასეირნოთ მუსიკის თანხლებით და ვიყოთ ღიაცის ქვეშ.
მოკლედ ოჯახურ გარემოში სეირნობას და დროს ტარებას რო არაფერი არ ჯობია სამედიცინო თვალსაზრისითაც მორიგ ჯერზე დადასტურდა და ეს ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია და სასიამოვნო.